სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის ქართული ოცნების მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარი მოტივი უცხოეთიდან დაფინანსებული დესტაბილიზაციის მცდელობების აღკვეთა და რომელიც ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი იქნება, ოპოზიცია უარგუმენტოდ რუსულს უწოდებს და კანონპროექტებთან დაკავშირებით აბსურდულ განმარტებებს აკეთებენ. კანონი რეგისტრაციას და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. როგორც ჩანს ოპოზიციისთვის, ქვეყნის გარე ჩარევებისგან დაცვა რუსული ნაბიჯია. ქართული ოცნების მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, გამსჭვალული რუსული სულისკვეთებით, საბჭოთა სულისკვეთებით. ამიტომ რაც არ უნდა დაარქვან, რაც არ უნდა გადაწერონ, რაც არ უნდა გადმოწერონ, ეს არის ჩვეულებრივი სიმულაცია. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის რუსული კანონი. ამიტომ ამ კანონის ივანიშვილისეული ვერსია აუცილებლად იქნება რეპრესიული. ფარა ზუსტი ასლი აქ ვერსიაზე არ არის საუბარი ზუსტი. ოპონენტების კრიტიკა არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ფარას ქართულ რეალობაში გადმოტანა გარე გავლენებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში საკანონმდებლო ცვლილებების შემოღების აუცილებლობას კიდევ ერთხელ განმარტავენ და აცხადებენ, რომ ინიციატივა წერტილს დაუსვამს ოპოზიციისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების манипуляციებს, რომლებიც კანონებზე გვერდის ავლით დონორების ფულს რადიკალურ პროცესებში ხარჯავდნენ. ზოგადად ოპოზიცია წინააღმდეგი არის გამჭვირვალობისა. ოპოზიცია წინააღმდეგია ხალხის წინაშე რო იყოს ანგარიშვალდებული. ოპოზიცია წინააღმდეგია მათ შორის, რა თქმა უნდა, ზუსტად გადმოთარგმნილი ამერიკული კანონისა. ეს არის ზუსტი ანალოგი ამერიკული კანონისა და ამერიკას და მის კანონებს არადემოკრატიულობას ვერავინ დააბრალებს. ისე როგორც მთელი მსოფლიო ცდილობს და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ამ პრობლემას და გამოწვევას, ჩვენც რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენც ვფიქრობთ, როგორ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციებისგან, უცხოური ჩარევებისგან და ასე შემდეგ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი мотиваცია, რატომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ფარას კანონმდებლობის და ახალი ბრიტანული სტილის მედია კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში. პირველი ის, რომ ამერიკული სტანდარტით მოწესრიგდეს უცხოური ჩარევების საკითხი, რატომ ამერიკული სტანდარტით ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატო ამერიკული ფარა? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე ხანგრძლივი 80 წელზე მეტი გამოცდილება ამ საკითხის რეგულირების, ყველაზე კარგად არის სასამართლო პრაქტიკა დადგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და პრაქტიკულად ყველა დეტალი შესწავლილი და გაანალიზებულია ფარასთან დაკავშირებით. მივბაძავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს არსებულ რედაქციას და ერთ-ერთში გადმოვიტანთ და თუ იმას კითხვები აქვს რა კანონია, რატომ არის და ასე შემდგომ შევიდეს შეერთებულ შტატების სახელმწიფო ვებგვერდზე და შესაბამისად მიიღებს პასუხებს. ფარას მეშვეობით ჩვენ უკვე არაერთხელ გავიგეთ სხვათა შორის, რომ თურმე აქ პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტებს მილიონებს ვინ უხდიდა იმაში, რომ გაეყალბებინათ დასკვნების სამედიცინო და ბევრი ფაქტორი. ამიტომ აუცილებელია ეს ამერიკისთვის, აუცილებელია საქართველოსთვის. ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა ქართული ოცნების კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მედიას ეხება. ხელისუფლების ოპონენტები მედიის შესახებ კანონზე ცრუ ნარატივს ავრცელებენ თითქოს. მედიის შეზღუდვა ხდება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ინიციატივა არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ემსახურება და გარე ძალების ინტერესების პროპაგანდის პრევენცია. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. კანონმდებლობითაც ცდილობს ჩაახშოს და გააჩუმოს განსხვავებული კრიტიკული აზრი საქართველოში. ამას ის ვერ შეძლებს. ოპოზიციისგან ჩვენ ბევრი არასწორი შეფასებები მოგვისმენია. ისინი კიდევ მეორებთ უბრალოდ თარგმნილ და მიღო კანონმდებლობას კვლავ რუსულებს დაუძახებენ, მაშინ ეს უკვე მოსაკითხი იქნება ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოში, რატომ აქვთ ამერიკას და ბრიტანეთს რუსული კანონმდებლობა. ჩვენ ეს ორი კანონი გვჭირდება სწორედ იმისათვის, ერთის მხრივ გავიცოთ ჩვენი ქვეყანა გარევი ჩარევებისგან და მეორეს მხრივ დავიცვათ მაყურებელი ობიექტური და დეზინფორმაციისგან. დღეს ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს დეზინფორმაციის ცუნამი არის ძალიან დიდი საფრთხე საზოგადოებისთვის, საზოგადოების სწორი ინფორმირებულობისთვის. თავარი უპირატესობა, რატომაც ითვლება ბრიტანული კანონმდებლობა, არის ის, რომ იგი ყველაზე ეფექტიანად არეგულირებს დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების გავრცელებასთან ბრძოლას და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ნორმების ეფექტიანად დაცვას. მე მგონი იმაში ვერავინ შეგვედავება, რომ ბრიტანეთში მედია თვალსაზრისით პრობლემები არ არის და სიტყვის თავისუფლებას ბრიტანეთში პრობლემები არ აქვს.
თუნდაც ამას იტყვის მიმართოს მაშინ ბრიტანეთის ხელისუფლებას. ამიტომ თუ იქ არსებობს მედია საშუალებასთან დაკავშირებით კანონი, რატომ არ უნდა იყოს მსგავსი კანონი საქართველოში? მედია საშუალებები და უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის დაცული დიდ ბრიტანეთში. პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ახალ რეგულაციებს ქართული ცნობა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაინიცირებს. დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით მმართველი გუნდი ერთის მხრივ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი კანონები დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული და გარე აქტორების ინტერესების გატარების პრევენციას მოახდენს.